როდესაც უხსოვარ დროს ძალიან კარგმა მოხეტიალე ლათინური ენის ცოდნე განათლებულმა ადამიანებმა იმღერეს სიმღერა, რომელსაც დღეს ვერის ყველა გაუდეამოს. ოსებ აღმოაჩინე ვარი ამ ქვეყანაზე ჰიმნი, რომელსაც ერთადერთი მოწოდება აქვს ჩემთვის. ხიარულად იყავი, გაიხარე, იმხიარულე და გაიხარე, სანამ იქნები ახალგაზრდა. იმიტომ რომ იცით, სულ ერთია რამდენხანს გაგრძელდება სიჭაბუკე, სულ ერთია რამდენხანს გაგრძელდება თუნდაც სევდიანსიბე. ადრე თუ გვიან ამბობენ გაუდეამოსის ავტორები. ყველაფერი ეს მიწას ამოეფარება. ნახეთ ჩვენამდე რამდენი ადამიანი იყო ამ ქვეყნად. წავიდეთ გვინდა ზეცაში ვეძებოთ, გვინდა ჯოჯოხეთში. სადღა არიან, არ ვიცი. მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ აქ ვართ და მოდი იცით ვის გაუმარჯოთ? გაუმარჯოთ არაჩვეულებრივ ლამაზ გოგოებს. გაუმარჯოთ იმ კეთილ თვალებს, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს სიყვარულს. გაუმარჯოს იმას, რომ იცით არსებობს ამ ქვეყანაზე ყველაზე მაგარი რამ უნივერსიტეტი და გაუმარჯოს უნივერსიტეტს, გაუმარჯოთ პროფესორებს და განსაკუთრებით მომწონს გაუდეამოსის დასასრული ყოველად ბოროტი. სადაც გაუდეამოსის ავტორები წევლიან იმათ, ვინც მათზე იტყვის აუქს. ამბობენ, რომ აი აღარასოდეს გქონდეს არც წევლა, არც წყენა, არც ნახველი. ნახველი და იცით როგორი რამ, ვინც კი დასცინის სტუდენტს, ან ვინც კი მას აწყენებს, ის ძალიან ცუდი არსება. და ჩვენ არ გვიდა ის ჩვენ რიგებში და ჩვენ კი იცი რა გავაკეთოთ, მოდით და გავიხაროთ. გაუდეამოსი გიტყვით და მე ძალიან მომწონდა ეს სიმღერა. იცით, როდესაც სტუდენტი ხარ, ალბათ დამეთანხმება ყველა, ვინც აქ არის შედარებით უფროსი და არა სტუდენტი, რომელსაც ჯერ კიდევ ცოტა ეშინია თავის დიდი ბედნიერების. როდესაც სტუდენტი ხარ, გეპატიება ამ ქვეყანაზე ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანები შეცდომით სწავლობენ, ხო, ვიღაცა სხვა შეცდომით სწავლობს, ვიღაცა საკუთარ. უნივერსიტეტი არის ის გარემო, სადაც შეცდომა სრულიად აუცილებელია, სხვანაირად ვერაფერს ვერ ვისწავლო. აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ ჩემს სტუდენტთან საუბრისას, რომ თურმე დღევანდელ სტუდენტებს წარმოდგენა არ აქვთ იმის შესახებ, რა ვითარებაში სწავლობდით ჩვენ 90-იან წლებში. ჩვენ ყველას გვიწერდა ეგრეთ წოდებული მისაღები გრუნტების ჩაბარება უნივერსიტეტში. ეს თვისებრივად, ხარისხობრივად და ასე შემდეგ სრულიად განსხვავებული მოვლენა იყო სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი. ესე იგი უნივერსიტეტს ჰქონდა პრეტენზია იმაზე, რომ შენ გაძლევდა ეგრეთ წოდებულ უნივერსალურ ცოდნას. ეს უნივერსალური ცოდნა ნიშნავდა იმას, რომ არსებობდა ერთი სტაბილური, ესე იგი გაქვავებული საოცარი, ესე იგი ზუსტული ხელნაწერების მაგვარი, ესე იგი ცხრილი, რომელიც იყო მყარი და უცვლელი და გაწერილი იყო სემესტრების მიხედვით. ანუ შენ თუ იყავი პირველ კურსელი, შენ უნდა გაგელო რაღაცა და 15 საგანი მორჩა გათავდა და ამას არ ვაზვიადებ. მაგრამ რას ნიშნავს უნივერსალურობა, რომ მიგახვედროთ, მე უბრალოდ წაგიკითხავთ, გუში მიპოვე სახში საოცარი, ესე იგი სამუზეუმო რეკვიზიტი ცხოვრებაში ვერ მიხვდებით, ეს რა არის? თქვენ იცით დღეს არგუსის არსებობის შესახებ. ეს არის ეგრეთ წოდებული სტუდენტის აკადემიური მოსწრების წიგნაკი, რომელიც ალბათ ჩემნაირ ბებერ და ჩემნაირ თავშენახულ ადამიანებს შეიძლება სახში ასევე მოეპოვებოდეს გაურკვეველი მიზეზი. ლიტერატურაცოდნეობის შესავალი, საქართველოს ისტორია, ანტიკური ლიტერატურის ისტორია, ქართული ლიტერატურის ისტორია, ინფორმატიკა, რატომღაც რომელსაც არ გვასწავლიდნენ, ფიზკულტურა, არ გეჩვენებათ და არ გელანდებათ, მართლა ფიზკულტურა გავიარე, ოღონდ არ გავიარე, ჩავაწყო, მივიტანე საბუთი, რომ ვითომ ვარ ინვალიდი, მყარი და გარდაცვლილი და რა თქმა უნდა არ დავდიოდი. სპეცშესავალი ენაში ან კითხოთ რა არის, კაცშვილმა არ იცის, სპეცშესავალი ლიტერატურაში არც ეს არავინ არ იცის რა არის, ინგლისური, გერმანული, პოლიგლოტი ვარ და ყველა ლიტერატურა ვიცი წესით, ამას თუ ვენდობთ. გერმანული ქვეყანაცოდნეობა, ენათმეცნიერების შესავალი, საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორია, ინგლისური სამართალი, პოლიტოლოგია, თეორიული ეკონომიკა, გჯერათ რომ გავლელი მას? არ დაიჯეროთ. ქართული ლიტერატურის ისტორია, ლათინური ენა, ფიზკულტურა, კლავაც, ესე გამეხებულად 2 სემესტრი უნდა ფიზკულტურა გამევლო, ფილოსოფია, პრაქტიკული ფონეტიკა, გაურკვეველია რომელი ენის, მე კი ვიცი, მაგრამ აქ არ წერია. ლათინური ენა, საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორია, კლავაც, ესე იგი დაუსრულებლი. აი ეს არის პროგრამის უნივერსალური. გესმით? სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს რეალურად ჩვენ არ სწავლობდით, ანუ ეს იყო რაღაცა ფორმალური, რომ სიტუაციები, როდესაც შენ და მისულიყავი ამ ლექციაზე, დამჯდარიყავი, პროფესორს განახვებოდი
და უკეთეს შემთხვევაში ის ისე დაგიწერდა ჩათვლას. თუ ცოტა ბოროტი ლექტორი იყო, ისე არ დაგიწერდა და რაღაცა საკითხს მოთხოვდა. მახსოვს რომ რომელიღაცა სემინარზე გავბედე და შინაარსი მოვყევი საკითხი მოვყევი, რასაც კონკრეტული ეგრეთ წოდებული სემინარი ეხებოდა, მაგრამ მე გადაწყვეტე რომ ჩემი აზრიც მეთქვა და თუ შეიძლება ჩემს აზრს ვიტყვი მეთქი ამ და ამ პერსონაჟზე მეთქი და სემინარის ლექტორმა კაცრად გამიცხადა შენი აზრი შენთვის შეიძლება. ამიტომვე არის ჩემთვის უნივერსიტეტის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სახელმწიფოში შეიქმნას რაღაც განვითარების თავისუფალი განვითარების ფენომენი. იმიტომ რომ იმ უნივერსიტეტში, რომელშიც მეფობს ბიუროკრატია, სახელმწიფო აკონტროლებს ყველაფერს, მაშინ ყველა უნივერსიტეტი, რომელიც არის სახელმწიფო, იქნება ერთ ყალბზე მოჭრილი. ესეც ჯავახიშვილიც, გპ-იც და ნებისმიერი სხვა აგრარული სხვა, ხო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უნივერსიტეტმა უნდა შეინარჩუნოს თავისი ყოფადობა, თვითმყოფადობა, განვითარდეს დამოუკიდებლად, არ შექმნას ისეთი ბიუროკრატიული პრობლემები, რასაც ეხლა სახელმწიფო აპირებს და ყველაზე მეტად მე რატომ რაიმინარად ვაპროტესტებ ამ კანონპროექტს, ყველაზე მეტად არის ის მომენტი, რომ ეს არის ჩვენგან დაუკითხავად. ამას მართავენ იმ მომენტში, როდესაც სემესტრი მთავრდება, არის საგამოცდო პერიოდი და მე პირადად ამისთვის ვზარალდები, როდესაც საგამოცდო პერიოდში დამოუკიდებელ აქტივობებში ვერთვები ჩემი გამოცდების მზადებისგან გარდა, ეს არის ჩემზე რეპრესია ერთგვარი თვითონ სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ ამ მომენტში მე მთლიანად უნდა ვიყო ჩართული ჩემს სამუშაოში, ჩემ გამოცდების მომზადებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ როდესაც სახელმწიფო მე არ უთვალისწინებს, როდესაც ჩემზე იღებს კანონს, ეს მომასწავებელია იმისა ჩემთვის, რომ მომავალში უფრო სერიოზულ ამბიჯებს გადადგავენ და უფრო ღრმა, უფრო პირადულ და პრივატულ ტერიტორიებზე შემოიჭრებიან, როგორც ციტი და უფრო მეტად შელახავენ ჩვენს კვლევებს. მე როგორც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ვუნაწილეობ ყველანდელ აქციაში და განზრახული მაქვს ასევე ამ ფორმატში, როგორც აი დღეს ჩვენ ვხედავთ ღიაცის ქვეშ, ჩემს კოლეგებს შევხვდე ჩემს სტუდენტებს და საზოგადოებას და ასევე ვისაუბრო უნივერსიტეტების როლზე საქართველოს მომავალი განვითარებისათვის და განსაკუთრებით უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის საკითხით შევეხო. მართლა საინტერესო ფორმატი ღიაცის ქვეშ ასეთი ლექციის ჩატარება, რომელსაც ერთი მხრივ აქვს რაღაც თვალსაზრისით აკადემიური მიზანიც, მაგრამ ამავე დროს ეს არის წმინდა წყლის სამოქალაქო აქცია ამავე დროს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თანამედროვე ევროპა შექმნა სწორედ უნივერსიტეტებმა, უნივერსიტეტების დამოუკიდებლობამ და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის განვითარებისთვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დროის მომავლისათვისაც უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას და პროფესორების აკადემიურ თავისუფლებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.